თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელ პაატა დობორჯგინიძეს აკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. სასამართლო პროცესამდე პაატა დობორჯგინიძემ მის სამართლებრივ დევნაზე არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის ოფისში ისაუბრა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ზეწოლასა და სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციაში დაადანაშაულა. დობორჯგინიძე ამბობს, რომ მას რამდენიმე ბრალი იმის გამო წარუდგინეს, რომ 2014 წლის 17 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამშრომელი არ დააკავა, რომელმაც მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვა. 17 ივნისს თბილისში სანაპიროზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჭუბი ტაბულამ შემთხვევით გადაიღო. ინციდენტის ადგილზე საპატრულო პოლიციას ტაბულას ჟურნალისტების შეტყობინების შემდეგ მივიდა. პაატა დობორჯგინიძე სწორედ პატრულის ეკიპაჟის წევრი იყო. ჩვენ დაუძახეთ საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს და დაუძახეთ გენერალურ ინსპექციას. ვინაიდან ესენი არიან პოლიციის თანამშრომლები და რანგით ესე ჩვენ ვართ პატრულ ინსპექტორები და ესენი არიან რანგით ჩვენზე უფრო მაღლები. უშუალოდ გვთხოვდნენ პასუხს იმაზე, რომ რატო არ დავაკავეთ ჩვენ ეს პოლიციელები იმის გამო, რომ ის აგინებდა ჭიკაიძეს. მაშინ შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ჩვენ გამოვიძახეთ, გენერალურ ინსპექცია რას აკეთებდა იმ პერიოდში. რატო გაუშვენ ეს 4 პიროვნება? რატო არ მიგვითითენ და რატო არ დაგვავალენ ჩვენ დააკავეთო თავიანთი დავალებით რატო არ გაკეთდა ეს? შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლა უკვე ყოფილი თანამშრომლები უწყებიდან მალევე გაათავისუფლეს, თუმცა თავად დობორჯგინიძის ნაცნობმა ქალმა მის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა და ბრალი მუქარაში დასდო. სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო ის არ დაუკავებიათ. დობორჯგინიძემ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პატაკი თავად დაწერა, სადაც აღნიშნავდა, რომ გადაწყვეტილება მუქარის გამო მიიღო. მისივე თქმით, პატაკი ჯერაც არ არის დაკმაყოფილებული, რადგან საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობა მისი შინაარსის შეცვლას ითხოვს. 5 ნოემბერს გადავყავარ მე საქალაქო პროკურატურაში, სადაც იქ ირკვევა, რომ თითქოს ერთ-ერთი ქალბატონი მე მიჩვრის, რომ მას ვემუქრებოდი სიცოცხლის მოსპობით. პროკურატურაში მისვლის დროს მანქანიდან თუნდაც სიგარეტის მოსაწევად რო ვთხოვე გადმოსვლა, მიგზავნდნენ რატომღაც, ჩემთვის გაურკვეველი იყო, რატო ვერ მივხვდი, ესე იგი ეგ გამოდის დაკავება. ადვოკატი გამოცხადა ადგილზე გოგა იყო ონიანი. როდესაც მე ჩემ ადვოკატთან სალაპარაკო მქონდა, იმის საშუალებასაც კი არ მაძლევდნენ, რომ თავისუფლად მესაუბრა მასთან, ანუ ყველა სიტყვას და ყველა დეტალს უსმენდნენ 3 დეკემბრამდე. ჩემი პატაკი დაკმაყოფილებული არ იყო და ხელი არაა მოწერილი, რომელიც არის კანცელარიაში ჩაბარებული. ნდობა დაკარგა ამ უწყების მიმართ და მიმართა პატაკით მოითხოვა, ანუ თქვა რომ მიდის სამსახურიდან, მაგრამ იქვე წერია, რომ ის იძულებულია წავიდეს სამსახურიდან. და ეს არ იყო, ასე ვთქვათ, თავისინებით რო წასულიყო და ამ ფაქტებზე, ამ კანონდარღვევებზე არ ესაუბრა, ეს იქნებოდა კომფორტული შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა და შემდგომ უკვე ვფიქრობთ გადავიდნენ, გამოიყენეს უკვე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღძრეს პაატას მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტროში დობორჯგინიძეზე ზეწოლას არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელი პირები მას მართლაც დაემუქრნენ, ფაქტის შესწავლისთვის გენერალურ ინსპექციას უნდა მიმართოს. მოგვიანებით დობორჯგინიძეს კიდევ ერთი ბრალი, ამჯერად იარაღის უკანონო შენახვის მუხლით წარუდგინეს. მისი თქმით, აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან ის იარაღს დაშლილ მდგომარეობაში საკუთარ სახლში რამდენიმე წელია კანონიერად ინახავს. დამძიმდა ის ბრალიც, რომელიც თავდაპირველად ჰქონდა წარდგენილი. ნაცნობი ქალბატონის მუქარის მუხლს მისი ცემაც დაემატა. ვითომ დაზარალებულის გარდა არის კიდე რამოდენიმე ადამიანის ჩვენება, მაგრამ ის არის აი თითქოს კარნახით დაწერილი. იგივე შინაარსის, ერთი და იგივე შინაარსის, ერთი და იგივე წერტილმძიმეც კი მეორდება ამ ჩვენებებში და თვითონ გამომძიებელი ეთყობა მიხვდა, რომ ანუ ძალიან სუსტი იყო ეს საქმე, სასამართლოში წასახება და აღკვეთი ღონისძიების მოსათხოვად და ამიტომ დამძიმდა ბრალი, დაემატა მუხლი ცემის და დაემატა მუხლი იარაღის უკანონოდ ტარება. პაატა დობორჯგინიძეს ბრალი მუქარის ფიზიკური ძალადობისა და იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით აქვს წარდგენილი. წინა სასამართლოს სხდომა 19 იანვარს გაიმართება.